დამოუკიდებელი ხელოვანების წინააღმდეგ. ამჯერად საქმე ეხება გორის ხელოვნების სახლს. ეს არის სივრცე, სადაც ცოტა ხნის წინ მოიწყო ინსტალაცია ასეთი სახელით ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არიხტის. როგორი იმოქმედა ამის შემდეგ ხელისუფლებამ. ფოტოგრაფთა კლუბში ამბობენ, რომ მათ არ თმევენ იმ სივრცეს, რომელიც არის ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი. ლადო ბიჭაშვილი მუშაობს ამ თემაზე, მისგან გავიგებთ უფრო მეტს. ლადო, გისმენთ. ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არიხტის, ამით დაუპირისპირდნენ გორში ფოტოხელოვნები ოლიგარქის მიერ გავრცელებულ პროპაგანდას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ და მათ საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს, როდესაც საგამოფენო დარბაზში წითელი სტენსილი გათავსდა აღნიშნული წარწერით და სიტყვებით, ასევე აქ საგამოფენო დარბაზში 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე საპროტესტო აქციაზე გაკეთებული ყველა მნიშვნელოვანი განაცხადის ძირითადი სლოგანები იყო განთავსებული, როგორც ჩანს ოლიგარქის რეჟიმმა არაპატია ეს სწორედ თავისუფალ ხელოვნებს და ფოტოხელოვნებს და აქედან გამომდინარე 2 წლით ადრე სთხოვენ იმ შენობის დაცლას, რომელიც მათ საკუთარი ხელებით და ევროკავშირის დაფინანსებით გააკეთეს. ალბათ ახლა მაყურებელი ადევნებს თვალყურს თუ რა მდგომარეობა იყო აქ მანამდე, როდესაც გადაქცეული იყო საზოგადოებრივ საპირფარეშოდ, ყველაფერი შეიძლება ითქვას ამორტიზირებული იყო და სწორედ ამ ადამიანებმა შეძლეს რომ მიეცა ამას ხელოვნების სასახლის სტატუსი და აქ ამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვან ღონისძიებას და გამოფენას უმასპინძლა. ფოტოხელოვნები ამბობენ რომ არაპირებენ დაემორჩილონ გორის მუნიციპალიტეტის მერის უკანონო გადაწყვეტილებას, ისინი სამართლებრივ აპირებენ რომ სასამართლოში უჩილონ და საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს. 16 ნოემბერს გავხსენით ინსტალაცია ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არიხტის, ეს ინსტალაცია, რომელიც მოიცავდა საპროტესტო აქციებზე 90-იანი წლებიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე გამოსულ წარწერებს და ასე ვთქვათ ლოზუნგებს. და ეს აქედან ზუსტად გახსნიდან რამდენიმე დღეში გორის მერიიდან მოვიდა უკვე წერილი, სადაც გთხოვეს უზურპუქტის ხელშეკრულების შეწყვეტა, დროზე ადრე შეწყვეტა და შენობის დატოვება. ეს პირდაპირ ურტყავს გამოხატვის თავისუფლებას. ეს სივრცე ჩვენი ხელით არის გაკეთებული, იყო საზოგადოებრივი საპირფარეშოდ ქცეული და ძალიან ბევრი წელი ვცდილობდით, რომ გავხდარიყო ის, რაც დღეს არის და მერე უკვე დონორი ორგანიზაციების დახმარებით და რაც ყველაზე მთავარია ევროკავშირის დახმარებით შევძელთ ამ სივრცის რეაბილიტაცია. ვაპირებთ სამართლებრივ დავას. ამას უკავშირებთ ინსტალაციას, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელიც იყო აბსოლუტურად რაღაცა სახელოვნებო ინიციატივა, უბრალოდ თქვათ ემსახურებოდა იმას, რომ პროტესტის გადააზრება მომხდარიყო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რაც კი პროტესტი ყოფილა, ჩვენ ყველას გადავხედეთ და ყველადან ამოვიღეთ ეს ფრაზები. ამიტომ ხო ძალიან სამწუხაროა, რომ სახელოვნებო ინიციატივებსაც კი თავდასხმად იღებს დღეს ხელისუფლება. ეს სივრცე არის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი, ერთადერთი თანამედროვე ხელოვნების გალერეა ამ რეგიონში და მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ხალხისთვის და ისე ქალაქისთვის. ხო ხალხს რომ მხარი დაგვიჭირონ, იყვნენ ჩვენ გვერდით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა ის ჩვენთვის. გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი ფორმულას ზარებს არ პასუხობს და ბუნებრივია ჩდება მის მიმართ არა მხოლოდ კითხვები, არამედ ის არის სწორედ პასუხისგებელი იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გამოეგზავნა გორის ფოტოხელოვანთა სახლის წარმომადგენლებს, რომ ვადაზე ადრე 2 წლით ადრე უწყვეტავენ ხელშეკრულებას. გორში მოქალაქეები სოლიდარულები არიან ფოტოხელოვნების მიმართ, კეთდება პეტიცია, იგეგმება აქციები, ისინი მოუწოდებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ გადაწყვეტილებას გადახედოს და შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდება სწორედ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან.